არსებობს წმინდა სინოდის დადგენილება, სინოდალური დადგენილება ამასთან დაკავშირებით, რომ ნათლიების რაოდენობა ყველაზე მეტი შეიძლება იყოს 2 და ესეც უნდა იყოს ერთი ვაჟი და ერთი გოგონა. ამას ძალიან დიდი თავისი სულიერი მნიშვნელობა აქვს და ისტორიული საფუძვლები აქვს ამას თავისი. თუ ნათლია იქნება ერთი, უნდა იყოს იგივე სქესისა, რაც არის ბავშვი. ბიზანტიის იმპერიაში არსებობდა ასეთი წესი. დაუშვათ, თუ ბავშვს გარდაეცვლებოდა მშობლები, ნათლს, ხო? აი როგორ იყო ნათლი დედა და ნათლი მამა. ეხლა ბავშვს ხო მამის სიყვარულიც ჭირდება და დედის სიყვარულიც ჭირდება. ფაქტიურად ეს ნათლიები აი ამას როგორც მშობელი ესე ყავდნენ. მშობლობა აი ამ სითბოს სითბო უნდა მიეცათ, ის ოჯახური გარემო უნდა ჰქონოდათ იმათ როგორც მამა და როგორც დედა. რაღაცა ერთ-ერთი საფუძველი ესეც არის ამის.